უთიფრობაზე უნდა გავამახვილოთ ახლა ყურადღება ერთზე, რომ საგულისხმოა ძალიან, ანუ გვარამიაზე უნდა ვთქვათ, რომ ეს არის აი ცალკე გამოვყავით, ხო? აი ცალკე გამოსაყოფი არის ამ თვიშენის ბავშვებზე, რაც დაწერა, მათ რა ქვია, სტატუსად. ხო. გვარამიამ. დაწერა? ანუ თავის მხილება არის აბსოლუტურად, აი გაუშვათ. ანუ ახლა აღარ კლავს ისწავლები და ახლა აღარა ფულის ფლანგვა ბავშვების დახმარება, მოგიწიათ დათმობა, შეგაშინათ ხალხის პროტესტმა, აი და დაგჯაბნათ ხალხის შეგროვებულმა ფულმა, რაც რეფერენდუმი იყო, ფაქტიურად. მაგას გუშინაც ეწერე, ეგ ნარატივია ახლა გაშვებული. არ შეიძლება აი ამ ტიპის მაგივრად სურათი იყოს მაგისი, ხო მაგრა გავს ისე. კი, აი ესაა სიმართლეო, თან სიმართლეს რო გონდია რომ სიმართლეს იზაქრის რა. ეს არის, ეს ნახე, აი სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ხო ხა სალომე ზურაბიშვილს ალბათ არა ერთი წამით, სალომე ზურაბიშვილი კი არა, მაცალე ერთი წამით. დავიდა გაუშვით ტუში მეგობრებო, გაუშვით ამაზე უნდა ტუში უნდა გაუშვა რა, გამორიცხულია გვარამიას იმაზე რა. რო გონია, რომ ხალხმა უკან გაახევინა იმას, რა კი არა. თვითონ არ გონია. ტუში! განავაგეთ საწვევა. აი ეგრე შენ. აი ეგ კი ეკუთვნოდა, ჩვენგან ეკუთვნოდა, მაგრამ რეალურად შეხედა ახლა ღლიცინი რო გვერდით გადავდოთ, ნახე, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ახლა გვარამია არ არის ის ფიგურა, რომელსაც ტვინი არ აქვს. გვარამის ტვინი აქვს და ამას იცი რასაკეთებს. მაგარი ტვინია. სპეციალურად აკეთებს. აი ძალიან მაგარი ტვინია გვარამიას. აი არ შემიძლია გვარამია ადამიანს ტვინი რო კონდეს, ეხლა მაგ მდგომარეობაში იქნებოდა. არა, ნახე. მითხრა ტვინი რო კონდეს. იმათთან შედარებით. ან აპროკურორი კაცი. კი, მაგრამ და ხო ვიცი ყო ეგ და გამოვარდა ტელევიზიებში აკეთა. რა ბაცნობები და რა სისულელეები და კი ეგ ტვინიანი კაცის ის არის. ეხლა მოწავართ მე რომ წავიდა, ჩაჯდა და გამოვიდა. ჯერ მარტო რაშმოტკაც ეცვა, ეგ ტვინიანი კაცის ის არის. იმიჯი შეიცვალა. მე რა ხო გამოვიდა და ხო იმისი ტიპია რა. მე მოინანია ეგ გია, მაგრამ ნახე მე რას ვამიცი ისი თქმა მინდა. ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი ბოროტებით იგონებს აი ამ მესიჯებს, რასაც მე ამ ხალხში უფანდავს. ეხლა შენ გონი არ დაჯდება. აი ამან დაწერა ზუსტად ეგ მესიჯი, რომ ესა რა ქვია, შეგეშინდათ? აი ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი? ანუ რახან სახელებს არასახელებენ მედიკამენტების გიაფიანია, ესენი უშვებენ იმას ხალხში და ამას იყენებენ ძალიან ცუდად და ხალხი კიდე სამწუხაროდ, ვინც მათი მხარდამჭერია დღესდღეობით ამას იჯერებს ამას ხალხი. ეხლა მე რაღაცას მოგიყვებით, ნიკა რურუა რო გარდაიცვალა. მაშინ ლაბარაკობდით რა, მე და ჩემი ძმა ამ ყველაფერზე და ლეონო მითხრა რომ შეო დაენძრათ უნდა დაცებსო რა. თავარი ტვინი წავიდაო რა და მე ვთხარი გვარამია მეთქი და გვარამია გოიმია გვარამია ჩვეულებრივიო რა. სად ისო და სად ესო რა. არა, შედარება რურუასთან გვარამიასი აბსოლუტურად აბსოლუტურად, მაგრამ შეხედე ვინ ყავთ ახლა? იდეოლოგი ვინ ყავთ ახლა? ანი წითლიძე ყავთ, თინა ბოკუჩავა ყავთ, გუბაზიჩი ყავთ. ჩერგო ყავთ. ჩერგო არ იკარებს ნაცებს, მე სუფთა ნაცებზე ვსაუბრობ. ესეც რა, ახლა ესეც აღარ იკარებს უკვე ნაცებს. რა თქმა უნდა, მაგრამ შეხედე, ოპინიონ მეიკერებად ვთქვათ ჩერგოც, ის რა ქვია იმას, გეგელავა თუ გეგელი გრიგოლ რაღაც გაუგებარი კი. და ამათში ეს არის. ჩვენ პლანკას ავწევთ და ურუას შევადრით. კი, ხე იმათ თუ შეადარე, კი. აბა მიძინა ივანიშვილს შეადარე. ეგ მაგას ვიძახი უნიჭოა მეთქი, აბა სხვას კი არ ვიძახი. ბოროტია. და ბოროტი, პროკურორალი, აი ბანძესი საქმეები გაკეთებული, ხელი მოწერილი რა. ძალიან არა, ამას უნდა ეს ვიდეო გაუშვით ერთი წამით ის მაგარი და აინდა-მაინც რომ მიძრება ის ქათამი, სადაც არ არის საჭირო რა. დაუშვით რა ის ვიდეო რა. ქათამის სტუდიაში. ხო, აი, გავაგრძელოთ მაშინ რა. აი, მოკლედ აი ქათამიც ეგეთი უნდა, აი. ეგ არის მარტო, აი, ამით უნდა შემოვიფარგლოთ გვარამიას ამბავში რა.